დღესაც ფიქრობდი 106 ფსალმონის მე-20 მუხლში წერია მოულინაო სიტყვა ღმერთმა და იხსნა მოსპობისაგან ისრაელს ამერიკის კოტიკები კი არ გაუგზავნა სპეცნაზი დასახმარებლად სიტყვა გაუგზავნა და იხსნა მოსპობისაგან ღმერთი სიტყვით მართავს სამყაროს ღმერთი სიტყვით გცვლის სიტყვით ცვლის ჩვენს შეხედულებას, ჩვენს დამოკიდებულებას, ყველაფერს სიტყვით აკეთებს ღმერთი. მეორე პეტრეს მე-13 თუ წავიკითხავთ, ეხლამდელი ქვეყნიერებაც, წინა ქვეყნიერების მსგავსად სიტყვით არის შენახული. ვიდრე ღვთის რისხვა განთავისუფლებოდეს მასზე. ღვთის რისხვა გაჩერებულია სიტყვის საფუძველზე. სიტყვა თქვა ღმერთმა და ქვეყნიერება იქნება შენახული. სიტყვით იმართება ყოველი. ამიტომ მოდით ყურადღებით ვიყოთ სიტყვის მიმართ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის სიტყვასთან დამოკიდებულება. სალამ თემაზე გადავალ კიდევ ერთი განცხადება. 27 და 28 ივნის იცით რომ ჩვენ გვაქვს დიდი კონფერენცია გორში, ტერიტორიულად იქ მივდივართ და სტუმრად გვეყოლება პასტორ ალექსეი თავის მეუღლესთან ერთად და იქნება მისი დამხმარე თავის მეუღლესთან ერთად და კიდევ იქნებიან სტუმრები სხვა ქვეყნიდან, როგორც ვიცი, თუ მოახერხეს გერმანიდანაც უნდა ჩამოსულიყვნენ და როგორც ვიცი, უკრაინიდან უნდათ კაპელანებს ჩამოსვლა. როგორ შეძლებენ, ეს გამოჩნდება და ჩვენთან სტუმრობით იქნება, მაგრამ მე რას ველოდები, რომ ჩვენ ფულს ჩამოგვიტანენ და რაღაცა ცით არავინ სოთაშორს რო იცოთ ისინი ვით ჩამოდიან ფულს იქით ვაძლევთ ჩვენ. ჩვენ ვაგროვებთ კაპიკებს და ღვთის წინაშე ვამბობ. აი რასაც თქვენ წირავთ, რაღაცას ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ისეთ ხალხთან არ ურთიერთობთ, ვისაც ფული მოაქვს. ჩვენ ისეთ ხალხთან ურთიერთობთ, ვისაც სიტყვა მოაქვს. მე წინაზე გელაპარაკეთ. ნეემანი რო დაავადდა და პატარა ბავშვმა უთხრა, ჩვენთანო წინასწარმეტყველიაო და ეს იყო მხედართმთავარი ნეემანი. და პატარა ბავშვი ეუბნა, თქვენ ჩავარდნილი ბავშვი, ჩვენ ქვეყანაში ერთი წინასწარმეტყველია, შენ პატივდებული ხარ ბატონო, ამდენი ომები გაქვს მოგებული, ალექსანდრე მაკედონელევით იყო ეს ნეემანი. რო წასულიყავი მასთან ის გიშველი და კეთრიდან განიკურნებოდი. ღმერთმა ბავშვის პირიდან სიტყვა გაანთავისუფლა. ნეემანი წავიდა ჯარით, წავიდა, მე არ ვიცი, თავისი არმიით იქ და რომ მივიდა, რას ხედავს? მსახური გამოვიდა, ელისეი არც კი გამოვიდა. და გამოუტანა რა? წამალი გამოუტანა, წაისვიეს და გაგივლისო უთხრა. არა, გამოუტანა სიტყვა და უთხრა. სიტყვა გამოუტანა და უთხრა. მე სიტყვას გაძლევ. წავდი ჩაყურყუმელავდი იორდანეში. სიტყვას გაძლევ, ეს გააკეთე და გეშველება. სიტყვა. თუ ცხოვრებაში რამე უნდა ეძებო, ვალო მომეცი სიტყვა. სიტყვაში აზრი, აზრში ნება. და ნებაში ღმერთი თავის სიკეთეს გვიმხელს. საით უნდა როცა ეძებე, რომ სიტყვის მოსმენა შეძლო. თუ გაიგონებ ჩემ ხმას, თუ გაიგონებ ჩემ სიტყვას, აი ეს არის არსებითად ნიშნა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ მიდიხარ, ბევრი ფიქრობს, რომ აი როგორი იქნება, რამდენი იქნება, რა იქნება, არაფერი არ უნდა გაინტერესებდეს სიტყვის გარდა. რომ უსმენდე რას ამბობს ეს კაცი. რისი თქმა უნდა, ღმერთო დაელაპარაკე ჩემ სულიერ სავალს, ჩემ შინაგან კაცს და მიიღე სიტყვა. ბევრი თვითონ რო ვერ შეძლო სიტყვის მიღება, ეგ იყო რაღაც არასწორი. კატა ვერ შეწვდა ძეხსო. ამბობენ კალბასო. ვერ შეწვდა კალბასა, პარასკევია კაკრასა. იცით რომ ადამიანი თავის თავს ამჯღავნებს, იმიტომ რომ ვერ მიწვდება რაღაცას და ვერ გაიგებს, ამით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსანანიებლად თუ რა გქოს თქვას, ღმერთო მიშველე, როგორი ჩლუნგი ვარ, რომ ესეთი სერიოზული რაღაც ვერ გავიგე. ვერ გავიგე ასეთი. პირი მქონდა ღია და მე აი ერთი კათედრიდან არ უნდა ითქვას ეს, მაგრამ მაინც არის რელიგიათ სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაზავა შაღმაძე და რაღაც ის არის იურისტი. და თავისი იურიდიული კომპანია ქონდა, როცა სანამ ჩინოვნიკი გახდებოდა და კანონებზე მიდიოდა ლაპარაკი და ესეთ რაღაცას ვანდა.
ამბობდნენ მორწმუნეები, არ გვინდა რელიგიის კანონი, არ გვინდა რაღაცა. მე მითხრა, გიო, მე გიორგის მეძახის ბატონო გიორგი. გიო, გარტყმაში არ არიან ეგენი, ახლა რასაც ამბობენ. იცი რას ნიშნავს გარტყმაში არ არის? აი საერთოდ აზრზე რო არ, დილეტანტის დონეზეც რო არ ესმის. რაღაცას ამბობს და ოდნავაც ვერ გებულობს რასთან აქვს შეხება. და ამას უნდა თავისი დასკვნით მერე სხვას რაღაცა უარყოფითი გამოხატოს და სინამდვილეში თავის სულიერ ბოდიშით და სიჩლუნგეს აჩვენებს. იცით, პასტორი ალექსეი რას მეუბნეოდა, როცა თქვა რომ ჩამოვალ, ძალიან გთხოვ ისეთი კატეგორიის ხალხი მოვიდეს იქ, ვინც გაიგებს რასაც ვიტყვია. და ხალხი ზოგიერთი მართლა უყურებს რა ისეთ რაღაცას ელოდება, რასაც ვერ მიიღებს ვერასდროს. იმიტომ რომ ის სულ სხვა სიმაღლიდან, თუმცა უბრალოდ უნდა გადმოსვლა, ვერ გებულობს. განახმას ხმა არ ესმის, აზრი არ ესმის და ძალიან გთხოვ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი შემზადებული ხარ იმისათვის, რომ ღმერთო არც უნდა მეძინებოდეს, არც უნდა ვიყო გადაგქანცლო რომ მოვიდე და აბა ერთი გამომაფხიზლე ახლა და რაღაცა მითხარი ისეთი რომ მე გავიგო ახლა რაც რისი თქმაც გინდა. ზოგი მოდის და ექსპერტები უყურებს, რა უნდა მითხრას ახლა ამანიც, ყველაფერი ვიცი და იმა რა უნდა მითხრა. ასეთი ადამიანი ვერაფერს ვერ მიიღებს. ბიბლია მას ნურც გონია ასეთ კაცს რომ ღმერთისაგან მიიღებს რამეს. ზოგი უკვე ჭკვიანი არის და ჭკვიანები ვერაფერს ვერ გებულობენ. უნდა გაუგუნურდე ბიბლია ამბობს რომ დაბრძენდე. 1 კორინთელთა 3:18 ჩემი საყვარელი მოხლია. იგავების 3:5 ნუ ფიქრობ რომ ბრძენი ხარ. ეგ ფიქრი, აი თუ დაიწერო, კარგად იცი და უკვე იცი, ნუ ფიქრობ რომ ბრძენი ხარ. 1 კორინთელთა 8:2 ვინცაც გონიაო რაიმე იცის, მან არაფერი არ იცის როგორც უნდა იცოდე. ეს სამუხლი საკმარისია, დაეღმოთ რომ მე უნდა დავცარიელდე იქნება ვიუსო. და ღმერთი როცა ხელმეორად აგავსებს 1 კორინთელთა 8:2 იყო. იგავების 3:5 და 1 კორინთელთა 3:18. ეს სამი მუხლი გვეუბნება რომ ნუ დადი ხარ ესეთი ვითომ უკვე ცხოვრებას თავიც გაუგე და ბოლოც და შეგიძლია ყველაფერი დაარიგო. სინამდვილეში თუ დამდაბლდები ღმერთი თავის დროზე აგვამაღლებს ყველას ერთად. ამენ. ამენ. კიდევ ერთი რამ მინდა თხოვნა ყველასთვის ლოცვებში მოგვიხსენიეთ, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ ახლა, ჩვენს აი აქ მიწასთან დაკავშირებულ საკითხებზე და როცა ლოცვაზე დადგებით, მოგვიხსენიეთ ლოცვაში, ხვალ 12 საათისთვის კანცელარიიდან მოდის ჯგუფი, რომელმაც უნდა განიხილოს კიდევ ეს საკითხი, რით შეუძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა და რით უნდა გადაჭრან და ჩვენი გზა, რაც ქონდა დაგვიბრუნონ და დააბრუნონ პირველ საწყის მდგომარეობაში უკვე ამოთხარეს იმ ხელა ორმო და რაღაცები გააკეთეს, რომ თითქოს გამოსავალი არ არის გამოსავალი, დაიჭირონ და როგორც ჩასვეს ზოგიერთი ჩინოვნიკები მიუსვან სუყელანი გვერდასე და გაამრავლონ ვინც ეს ყველაფერი გაყიდა, გადაყიდა, ფული შოა და ერთის გამდიდრების ხარჯზე ცდილობს ჩვენ აი ამდენი და კიდევ უფრო შეგვავიწროს და პრობლემები შექმნას. მე კანცელარიაში უხსნით და ვეუბნეოდი რომ ეს ცოდვა, ბოროტება და შეგიტრიალდება ცუდად და ჩვენ არ გავჩუმდებით, გაჩერებულები ვართ ახლა, არ ვაგებინებთ ჩვენს ქრისტიანულ დაძმებს მთელ მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნის შესახებ არ გვინდა გავიტანოთ ცუდი ხმა, მაგრამ თუ ისინი გააგრძელებენ ამდაგარ ქმედებას, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ჩვენ თავდაცვისთვის შეეძლოთ რომ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი როგორც უფლისგან, ისე ჩვენი სულიერი დაძმებისგან, რომლებიც ამოიღებენ ხმას და ჩვენი ქვეყნის მმართველებს ისე ეტყვიან სიტყვას, რომ ცოტა არ მოეჩვენოთ. არავინ არავის არაფერს არც ემუქრება, არც მაგრამ სამართალს უნდა კონდეს თავისი გზა და კარგი პური უნდა ჭამოს. სამართალმა პური ჭამა. ამენ. მოდით ჩემო ძვირფასებად რო გამოვიყენოთ და დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვილაპარაკო და ყოველთვის ასე ვამბობ ხოლმე რომ არც ერთი თემა არ არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ეს თემა აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან ადრე ვისაუბრე ამ თემის ირგვლივ, როცა ჩვენ დავიწყეთ ეკლესიური მსახურება და ისე უნდა გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი, კი არ ცხოვრების წესად ვაქციოთ ის, იმიტომ რომ დღეს მე უნდა ვილაპარაკო სახელზე. სახელი. ადამიანს აქვს ორი სახელი. პირველი სახელი ეს არის ის, რაც გქვია და მეორე სახელი
რა ავტორიტეტიც გაქვს. გაგიგიათ ესეთი გამოდგება ჩემი სახელი ეკითხე ჩემ უბანშია. და იმას კი არ კითხულობენ შენ ხვიჩა ქვია შენ უბანში? არა, რა სახელი გაქვს შენ სამსახურში? რა სახელი გაქვს შენ უბანში? რა სახელი გაქვს შენ ეკლესიაში? რა სახელი გაქვს შენ ნათესავებში? რა სახელი გაქვს მე არ ვიცი, სადაც არ უნდა წახვიდე. ადრე გამოცანის მე თუ ამბობდით ხოლმე, არის რაღაცა, რაც ყველგან და ყოველთვის ჭირდება. რა არის ეს? ეხლა რა თქმა უნდა მიხვდებით. სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო და რაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა ყველგან თან გაყვება რაღაცა და სადაც მიხვალ, იქაც უნდა გაიკეთო სახელი და ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევს სახელს. თუ გაგიგიათ გამონათქვამი, თუ უმჯობესია თავის გატეხვა, სახელის გატეხვას. ჩვენი წინაპრები სულაც არ იყვნენ უგუნურები, როცა ამ სიბრძნეს მოეჭიდნენ და ჩათვალეს და ნახეს, რომ მართლაც უფრო დიდი ზარალი და ზიანია მთელი სიცოცხლის მანძილზე სახელი რო გატყდა, ვიდრე როცა ადამიანს თავი გაუტყდა. მე ბავშვობაში თავი გამტეხია, ერთმა ქვები ჩაუმაგდა ზემოდან და სხვათა შორის რუსთაველი გოგო იყო ის. ერთხელ მეორე სართულიდან მივდიოდი და ბავშვებს ეს ქვები დაგვეყარაზებოდა და გაგვიტეხა თავი. თამაშობთ, პატარები ვიყავით და რაც რა, მივიოდი დასისხლიანებულებიაც, ეხლა უბრალოდ ძალიან შორს გამახსენდა. სულ ყველა სისხლები მოგვდიდა თავი და რა ქვები დაგვეყარა უბრალოდ ზემოდან. ასე. თავი გამიტყდა, მაგრამ ალბათ არ ვიცი არ გამახსენები, ეხლა გამახსენდა თავის გატეხვაზე რო თქვა, მაგრამ სახელი სულ დაგტანჯავს მთელი ცხოვრება, თუ გატეხილი სახელი გაქვს. თუ არ უფრთხილდები შენ სახელს, ის გაგანადგურებს, კარებებს დაგიკეტავს, ურთიერთობებს დაგინგრევს. ბევრ რაღაცას გაგიფუჭებს ცხოვრებაში და ზოგადად სახელი ისეთი რაღაცა, შენზე წინ გარბი, შენ იქ მისული არ ახარ, თუ ცუდი სახელი გაქვს, უკვე მისულია იქ. და უკვე საქმეებს აკეთებს. თუ კარგი სახელი გაქვს, ჯერ არ მისულ ხარ და უკვე აკეთებს თავის საქმეებს, შენ შეიძლება იქ შენი სახელით ადამიანებმა შეიძლება ისარგებლონ ძალიან. შენი სახელი რო იქნება ნახსენები, იქ ბევრი რაღაცები გაკეთდება. ერთი მომენტი მახსენდება. ერთი პიროვნებას ჩვენი ძმა არ ვიტყვი ვინ, სთხოვდა ფულს. კარგი, არა აქვს მნიშვნელობა. ფულს თხოვს და ის არ აძლევს ტელეფონში, ვატყობ რომ არ აძლევს და ეს აქედან ეუბნება, ხვიჩა საქარიო. ხოდა ხვიჩა საქარი და რომ მე ადვილად ვისწავ უფრო. იცი განა ისმინდა ვინც ეკვეხნის დაეკვეხნოს უფლით. მაგრამ მოდი დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა გაუფრთხილდე სახელს. როგორ უნდა დაიცვა შენი სახელი, როგორი ფასები უნდა გადაიხადო სახელისთვის. იმიტომ რომ ასეთ რაღაცას ამბობენ, 40 წლამდე ადამიანი სახელს იკეთებს და სახელისთვის იხარჯება და 40 წლის მერე სახელი მუშაობს მასზე. მე არ მჯერა მართლა 40 წლამდეა თუ 50-მდეა. ზოგი 80 წლის ისეთ რაღაცას გააკეთებს, თავს მოჭრის მთელ თავის სანათესაოს. შმაგის ეუბნეოდა ერთი, შმაგი მგვითხრა რა, პასტორმა შმაგიმ. ჩემ სოფელში ერთს უთხრესო, ცხვარს მოჭრი თავსო? რა მთელ სოფელს ავჭრი თავს? ცხვარს აღარ მოჭრი თავიო? რა პრობლემაა? საშინელება, როცა ადამიანი არ უფრთხილდება სახელს. მე მინდა ერთი ადგილი წავიკითხო, როგორ უფრთხილდებოდა პავლე მოციქული თავის სახელს. ეს ჩემთვის არის სანიმუშო კი არა. სულ მახსენდება და სულ მინდა რომ ეს სიტყვა ჩემში მუშაობდეს და ამ სიტყვის თანახმად იყოს ჩემი დამოკიდებულება საქმეებისა და საკითხების მიმართ. ეს არის 1 კორინთელთა 9 თავი და პავლე მოციქული ხსნის სახარების გავრცელებაზე, რომ როგორ არის სახარებისათვის ღმერთისაგან ხარდაჭერა, რომ ის გვერდში უდგეს და პავლე მოციქული ამბობს ასეთ რაღაცას. მე 15 მოხდა მკითხულობ 1 კორინთელთა 9 თავის. ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებიაო და ესეც იმიტომ არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის, ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ არარაობა დაქციოს ჩემი ქებაო. სიკვდილი მირჩევნიაო,
ხოლო ვინაიდან მეორე ნაწილს ვკითხულობ ამ მუხლის, ვინაიდან სიკვდილი მიჯობსო, ვიდრე ვინმე არარაობა დაქციოს ჩემი ქება. იცი რას ნიშნავს ეს? აი რითიც ვიწონებ თავს, ვიღაცა რომ მაგას მიგმობდესო. სიკვდილი მირჩევნია, პავლემ თქვა, აღარ ვიყო ამ დედამიწაზე და საერთოდ ჩემი ფიზიკური არსებობა გაჩერდეს, ვიდრე მე რაღაცით გავიფუჭო სახელია. ეს არის ფასზე ლაპარაკობს პავლე, რა ფასს გადავიხდიდი სახელის შესანარჩუნებლად. რომ შემენარჩუნებინა ჩემი სახელი. ზოგს 2 ლარის გულისთვის შეუძლია სახელი გაიფუჭოს. ზოგს შეუძლია ტყუილით, უმნიშვნელოდ ტყუილით. გაიტეხო, აი როგორც ქრისტე ამბობდა, მამა არიციან რა საკეთებენ, აპატია რამე თუ არიციან რა საკეთებენ. ოსია წინასწარმეტყველის 4:6 წერია, უცოდინრობის გამო იღუპება ჩემი ხალხი. ღმერთს უნდა რომ ეს ეკლესია იყოს სახელოვანი. შენ ამ ეკლესიის წევრი ხარ, ნაწილი ხარ. შენ უნდა იყო მისი დიდების ანარეკლი და არა შენს გამო, როგორც პავლე მოწმობს, ღმერთის სახელი იგმობაო თქვენს გამო წარმართებში. იცით, როცა ჩვენ მორწმუნეები ხდებით, ჩვენ უფალს უერთდებით, ეს არ არის უბრალოდ მე ღმერთის არსებობა მწამს. ღმერთი ცოტა სხვანაირად შემოდის ჩვენთან და ახალი აღთქმა ნიშნავს, რომ ახალებურად ღმერთი ურთიერთობას აშენებს ჩვენთან. აღთქმა არის კონტრაქტი, აღთქმა არის ხელშეკრულება, ძველი აღთქმა რო ამბობენ, ძველი კონტრაქტი იყო ღმერთსა და ადამიანს შორის. ძველი ქართული სიტყვა აღთქმა და კონტრაქტს ნიშნავს. ხელშეკრულებას ნიშნავს. კავშირს ნიშნავს. კავშირი დადო ებრაელმა ხალხმა და ღმერთმა. რომ ღმერთი იქნებოდა მათი ღმერთი და ებრაელი ხალხი იქნებოდა მისი სახე და მისი დიდების ანარეკლი. და ისინი ჯულს და კანონებს დაიცავდნენ ღმერთისას და ღმერთი იქნებოდა მათი ღმერთი და ასე ისინი მთელი ისტორიის მანძილზე წარმატებას და წინსვლას აღწევდნენ. აი ამ ერთი ხელშეკრულებით, აი ამ ერთი კონტრაქტით ისინი აი ამ ძველი აღთქმით დიდ ნაყოფებს და შედეგებს აღწევდნენ. მაგრამ პავლე მოციქული კორინთელებს უწერს, რომაელებს უწერს დაეუბნება, რომ იცითო რომ თქვენ იკვეხნით ჯულით, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ რაღაცა ხდებაო თქვენ ცხოვრებაში. ქადაგებო არ მოიპარო და იპარავ, ამბობ არ ემრუშო და მრუშო, კერპები გეზიზღება და მკრახელობ, ჯულით იკვეხნდეს, ჯულის და ღმერთ შეურაცხყოფო. როგორც წერიაო, როგორც ხვებს ასწავლი და საკუთარ თავს არ ასწავლიო და თქვენს გამო როგორც წერია ღმერთის სახელი იგმობა წარმართებში. იცი რა საშინელებაა, როცა ღმერთმა თავისი სახელი მოგცა, შენი სახელი კი აღარ გაქვს, როცა აღთქმაში შედიხარ. ღმერთი გაძლევს თავის სახელს და შენ ეუბნები, შენ ხარ ჩემი ღმერთი, მე ვარ შენი კუთვნილება და ღმერთი გეუბნება, რომ შენ წმინდად უნდა დაიცვა მისი სახელი. თუ უფალს აღთქმაში შედიხარ და უფალს ეზიარები, აღარ უნდა შეარცხვინო უფალი არსად. უფალი არასოდეს არ გვარცხვენს ჩვენ, არასოდეს არ იქნება შერცხვენილი მასზე მინდობილი, დავითი ამბობს ფსალმუნებში და შემდეგ პავლე მოციქული ამბობს, მასზე მინდობილი არ შერცხვება. მაგრამ არსებობს ასეთი რამ, რომ ხშირად მორწმუნენი უტეხავენ ღმერთ სახელს. ეგ არის მორწმუნე, ეგ არის ქრისტიანი, ეგ არის ასეთი, ეს არის, როცა მორწმუნე არ ცდილობს, რომ დაზარალებულად დარჩეს, როგორც წინამსახურებაზე ვილაპარაკე, არ ცდილობს, რომ ფასი გადაიხადოს იმისაც, რომ როგორმე ღვთისმსახელი არ დაიგმოს წარმართებში, მაგრამ ყველაფრის უფლებას აძლევს თავის თავს და არ ითვალისწინებს, რომ მე ღმერთთან აღთქმაში ვარ და ჩემგან ღმერთი უფრო მეტად უნდა დაენახათ, ვიდრე ეშმაკი და ცოდვა. ამიტომ დღეს მე ვლაპარაკობ იმის თაობაზე, რომ ეკლესია ვირჩევთ და როგორც ვლოცულობთ, ისევე უნდა ცხოვრობდეთ კიდეც. მოდით წავიკითხოთ იესო ქრისტე როგორც ქრისტიანთა ნიმუში და მაგალითი. იოანეს მე-17 თავი ყველა მიცის, რომ ეს არის გეცემანის ბაღის ლოცვა. ეს ერთხელ არის აღწერილი და აი რას ლოცულობდა უფალი გეცემანის ბაღში. იოანეს მე-17 თავი. ამის თქმის შემდეგ იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა, მამაო, დადგა ჟამი, განადიდე შენი ძე, როგორც ძემ განგადიდა შენო.
აქ ურთიერთდამოკიდებულება ჩანს. ძემ შენ მიწაზე განგადიდაო და ეხლა შენ ციმოქმედე მის მიმართ. ისევე როგორც მიეცი ძალაუფლება მას ყველა ხორციელზე, რათა ყოველი რომელმიც მას მიეცი მისცეს საუკუნო სიცოცხლეო. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ წარგზავნე, იესო ქრისტეს. მეოთხე მოგზაუკეთ, მე განგადიდე დედამიწას, კი არ შეგარცხვინე. მე გადავიხადე ფასები. მე ყველაფერი გავაკეთე, არ მოვებღაუჭე მიწიერს, ამაოს, არ შევარცხვინე შენი სახელი და ის ვინც წარმგზავნა, მე მის სახელს და სახეს ვატარებდი და განგადი დედამიწაზე, შევასრულე შენი საქმე, რაც მომეცი და რომ გამეკეთებინა. ახლა კი შენ მამაო. ორმხრივი არის განდიდე. მე განგადიდე, მე მოვითმინე, მე ყველაფერი გავაკეთე, ახლა კი შენ მამაო, განმადიდე იმავე დიდებით, რაც გამაჩნდა შენთან ქვეყნიერების გაჩენის წინ. აი ამ მოხლებში უბრალოდ მე აღარ მინდა ქვევით წავიკითხო. ეს არის იესო ქრისტეს ლოცოდევნა. მაგრამ მე არ შეგარცხვინე შენ. მე არ შეგარცხვინე. და მჯერა, როგორც მე განგადიდე, ასე შენ ძალგიც ეს არის ლოცვა, რომ განმადიდო იმავე დიდებით, რაც გამაჩნდა შენთან ქვეყნიერების გაჩენის წინ. მომისმინეთ ერთი დიდი საიდუმლო, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ ორი სახის საიდუმლო. მოდი ვიცოდეთ, ორი სახის საიდუმლო. საიდუმლო, რომელსაც ვერასოდეს ვერ გაიგებ, ამ სიტყვით გამოხატავდნენ რაღაც სიტყვა, რომელიც არ მახსოვს მე, მაგრამ არის მეორე საიდუმლო, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, დიდია ეს საიდუმლო, მე ვლაპარაკობ იესო ქრისტეს და ეკლესიაზე. ეს საიდუმლო შეიძლება გაიგო. აი იმ კარების უკან რა ხდება, ეხლა არის საიდუმლო. მაგრამ თუ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯს გადავდგავთ, გავიგებთ რა ხდება იქ. არის საიდუმლო, რომელიც შეიძლება გაიგო და არის საიდუმლო, რომელიც არასოდეს არ გაიხსნება და არც უნდა გქონდეს ცნობის მოყვარება, რწმენით უნდა მიიღო და დამთავრდა. ფილოსოფოსები დღეს თავს იმტვრევენ, ეს თუ ასე შეიქმნა, თუ არაფერი არ იყო, უფრო ჯობდა რომ ყოფილიყო, რაღაცთან ვიღაც კი არ, რაღაც იყო ალბათ. იცით, ფილოსოფია ერთის მხრივ კარგია, სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს, მაგრამ თუ ფილოსოფია რწმენას არ ეყრდნობა, არსებობს რაც იხსნება გონებისთვის და სიბრძნეთ იქცევა ის და არსებობს რაც დაფარულია და ნდობა უნდა გაგაჩნდეს მის მიმართ ვინც თქვა რომ ეს ასეა და თუ არ გწამს მისი ბიბლია ამბობს არ ამორწმუნე ღმერთისა. 1 იოანეს 5:10 ამბობს, არ ამორწმუნე ღმერთისა ცრუთ ქმნის ომას. ანუ რო არ გჯერა ღმერთის, შენ ეუბნა შენ მატყუ არა შენ კითხვი, მაგრამ მე სულაც არ დაჯერება, პირდაპირ შეურაცხყოფა, უთქმელადაც კი. რო არ ეუბნები ღმერთს, არ გერწმუნე, ეს იმას ნიშნავს, რომ ცრუდ ქმნიმე მას. სინამდვილეში ღმერთი არის ჭეშმარიტი, ბიბლია ამბობს და ყველა ადამიანი ცრუ. ამიტომ ჩვენ გმართებს, ჩვენს თავს მოვთხოვოთ უფრო მეტი რომ ღმერთო მე რომ ვერ გებულობდე და ფილოსოფიურად ვერ მიხვდეს ჩემი გონება და სიბრძნე. მე მაინც მჯერა და მე მაინც მოყვები. როცა ქრისტემ მე მინდა რომ ყველა მორწმუნეს გვესმოდეს, რას ვაკეთებთ ჩვენ და რას ვერჩევთ. როცა ვერ გაიგეს ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის სმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს, ბევრი მისი მოწაფეთაგანი წავიდა მისგანო და ამბობდნენ მაგარი საჭმელია ვის შეუძლია ამის მოსმენა. მაგრამ ქრისტემ უთხრა 12 მოწაფეს მოუბრუნდეთ, თქვენ ხო არ გინდა წახვიდეთ? ხომ არ გინდა წახვიდეთ თქვენს ყველა? ხა ისინი ზიან და ფიქრობენ, ფალამ. ჩვენ ვერ გავიგეთ რა თქვი, ისე როგორც მაგათ ვერ გაიგეს. მაგრამ ჩვენ ის მაინც გავიგეთ, ვინც თქვა, ისიც ის რაც თქვა და თუ მასთან დავრჩებით, შანსი გვაქვს რომ გავიგოთ ისიც რაც ითქვა. და სად უნდა წავიდეთ შენგან საუკუნო სიცოცხლეში შენ გაგაჩნიაში ჩვენ შენი გვწამს მე რა რომ ვერ გავიგეთ მაინც მწამს რომ ვერ გავიგე მაინც მწამს და აი ეს არის რომ უფალს უთხრა უფალო ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ მაინც მწამს მე ძალიან მიყვარს ხშირად ვახსენებ ხოლმე და მინდა რომ ასეთი მორწმუნეები იყოთ იობი ამბობს ხო ხედავთ თავის მეგობრებს ეუნა მკლავს მაგრამ მაინც მისი იმედი მაქვს ხო ხედავთ რა პროცესი მიდის ჩემს თავზე აგერ შვილები დაიხოცა, ცხვარძრო ხალხს იმდირა დავკარგე, ფიზიკურად დაავადდი, ყდები. არ ვიცი რა ხდება. რას აკეთებს ღმერთი ჩემს თავზე,
რახან ვერ ხვდები, სულ არ ნიშნავს, რომ ის ცუდია, ხო, ვერაფერი ვერ გავიგე. არანაირი ფილოსოფია არც სიბრძნეა და არც სიყვარული ჩემში იმისა, რომ მივხვდე რაზე აქ, რა პროცესი. როცა ვერ გებულობ და გწამს, აი მაშინ ხარ მართლა მორწმუნე. მაგრამ ამიხსენი ღმერთო ახსნა განმარტებითი ბარათი დამიდე რომ ვირწმუნო. ღმერთი არასოდეს არავის ახსნა განმარტებით ბარათს არ მისცემს. ან ირწმუნებ და ღმერთის დიდებას იხილავ. ან ურწმუნო თომასავით იქნები და იქნები მხილებული. მოდით დღეს იმ სიბრძნეს დაუბრუნდეთ, რაც ეხლა უნდა თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ისეთი რაღაცეები, რაც დაფარული არის და ჩვენთვის შეიძლება რომ იქნეს გაცხადებული. ერთი ადგილი პირველი მეფეთა წიგნში საიდუმლოდ თითქოს ისე არის მიწერილი, მაგრამ საიდუმლოდ დაწერილი კი არ არის, უბრალოდ საყურადსაღებო არის. პირველი მეფეთა ეს საზეპიროებში ქონდა ხომ ბიბლიის სკოლაშიც და ყველგან და ძალიან ძვირფასი მუხლია და რუსულში კიდე უფრო ღრმა და შინაარსიანი აზრია. ამიტომ ასე ამბობს უფალი პირველი მეფეთა 2:30. ამიტომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი. ნათქვამი მქონდაო, მარადიულად ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამა შენი სახლი. ამიერიდან ამბობს უფალი, არამც და არამც, ორჯერ იმეორებს. რადგან განვადიდებ ჩემს განმადიდებლებს და შერცხვენილი იქნებიან ჩემი დამამცირებელნია. ვინც სახელს გამიტეხავს უფალმა თქვა. ამიტომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი. ნათქვამი მქონდა კიდევ იმეორებ მეორად, რომ უკუნისამდე ივლიან, ანუ აღთქმა ქონდა ღმერთს დადებული ისრაელთან, უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამა შენი სახლი. და ებრაელმა ხალხმაც აუშვა, რახან უკუნისამდე ასეა, მოდი და რაც გინდა გავაკეთო და აღთქმა მაინც დევს და ღმერთი სულ ყოველთვის ჩვენ მხარდაჭერად იქნება. ამიერიდან ასე ამბობს უფალი, არამც და არამც. რადგან ვინც პატივს მომაგებსო ქართულში წერია, რუსულში წერია, პრასლავლიაიუშივა მინია. განვადიდებ ჩემს განმადიდებლებს, მისმინეთ. განდიდება არ არის გუნდის დროს. განდიდება უფრო მეტად ხდება კრიტიკულ სიტუაციაში რო აღმოჩნდები. კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცევი, ან განდიდდება ღმერთი, ან დაიგმობა უფლის სახელი წარმართებში. ზოგი ისეთი მამა აბრამის ბატკანივით ვიქცევით. მოვიდი ჰალელუია. დიდება შენობა, ვინაზებით რაღაცა. მე რა თქმა უნდა თაყვანის მცემელი მინდა ვიყოს სულშიც, მაგრამ უფრო მეტად მინდა მახსოვდეს. საქმეში რო აღმოჩნდები, მაშინ როგორი ვიქნები. ჯობია დიდი ფასი გადაიხადო და განადიდო უფალი, როგორც წერია. განვადიდებ უფალმა თქვა ჩემს განმადიდებლებს. ადრე მოვყევი ერთი ისტორია და ჩემი თავის საქმებრად არ რაკი ჩემს თავს მოხდა ესეთი რაღაც, უბრალოდ მაგით მოგიყვებით. ადრე მოგიყევი და კიდე ერთხელ მოვყევი. უბრალოდ ჩემთვის იყო ეს მეთქი ღმერთო არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, მაგრამ როგორ განდიდდა შენი სახელი. მოვდივარ ერთხელ მიკროავტობუსი ყავდა თეთრი და ზამთარია, თოვს და გვერდებზე უკვე კარგად დევს, მაგრამ ტრასაზე არ დევს ჯერ და გორიდან მოვდივარ, ჩართული მაქვს კებადიდების საგალობლები, ფეჩი, თბები კარგად და რა ფეხი ავაყოლებ უფლის თანდასწრებაში, მივდივარ თბილისის საოჯახოზე. რომ მოვდივარ, რატო გიყვებით ამას, მინდა რომ ეს მაგალითი იყოს და არა იმიტომ რომ არა მაგარი პასტორი თქვათ, ხედავთ? მე უბრალოდ ვეძებ და ფხიზლად მინდა ვიყო ყოველთვის ასეთ სიტუაციებში. იგოც უახლოვდები და ცალითვალით გავკარე ასე თვალი გვერდით, რომ გვერდზე გადაყენებული არის ერთი კაფუჭებული მიკროავტობუსი, იქით არის შესული და უკვე ბნელდება უკვე და თვალი რომ დავინახე ჩემი სოფლელები არ დგანა გადმოსული მიკროავტობუსიდან. გადმოსულები ამ მაგრაციო თან ძალა თოვს. ეხლა ჭკვიანი ადამიანი რას გააკეთებდა? გადაკი ნივიჟუ დაურტყე და ვის უნდა დაურტყა ნივიჟუ? ღმერთმა მიგანიშნა, უბრალოდ გაგიმახვილა ყურადღება, მე შემიძლია ეს ხო წამში ხდება, გავიარ უბრალოდ კი არ ვაკვირდებოდი და ნელ-ნელა და უიესენი ყოფილა და სულიწმინდა მეუნა მოტრიალდი ეხლა და მიდი იქ იმ ადგილზე. მივედი.
ვაუ, პირველი რეაქცია რა ქონდა? ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავი მეუნა. გავიყინეთო აქ, მანქანა არავინ არ გვიჩერებს. ალბათ ღამე აქ ამ ყინვაში ამოხდებოდა სულთურად. შენ რა თბილისიდან მოდიხარ, რა სოფლისკენ მოდიხარ, ხუჩი რა კარგია. მეც არა მე 4 სოფლისკენ არ მოვდივარ. მაგრამ დაგინახეთ მეთქი და მოვტრიალდი. მოვტრიალდი. ხო მე 4 მე თბილისისკენ მიდივარ და იქ ერთი ჩვენი ძმა იყო იქ. და უთხარ, აი გასაღები რამას. დაჯექი მიკროავტობუსი და დაიბით ეს თქვენი გაფუჭებული მიკროავტობუსი და მე ჩვეულებრივ მიკროავტობუსში გადავჯდები და წავალ თბილისში. დავესწრებ საოჯახოს და მე მეუთხარ, აშ მაგის მივყვანთ მიკროავტობუსი რაღაცას დატოვებთ იქ და ასე შემდეგ. ესენ ჩაჯდნენ გამთბარ მიკროავტობუსში, გაყინულები რაღაცა. წავიდნენ. მე გამომეკიდნენ და იმ მიკროავტობუსს რომ საქალაქო რო გავაჩერე რომ მოვდიოდი თბილისისკენ გადაიხადეს და რას ლაპარაკობდა მეთქი არა არ კიდათ რას შვებით ხალხო არა ავიდნენ სოფელში და ეს რაღაცამ ესეთ რაღაცას არც ერთ ექცეულელი არ გაკეთებდა ესეთ რაღაცას ეხლა ჩემთვის ფიქრობ მიკროავტობუსში ვიჯექი საჭესთან გადავჯექი ჩვეულებრივ თვალებს დავხჭავ და მგზავრობ ისე მაშინ აი არაფერი არ გამიკეთებია განსაკუთრებული აი რო თქვა რომ აი ვარსკვლავები ჩამოვწყვეტე ციდან არა, უბრალოდ, ხედავ გაჭირებულ ადამიანს. ხედავ რაღაცაში ჭირდება შენი შველა. და შენ იმ დროს ნივიჟუ დაურტყიო, ესეთ გამონათქვამი არის ქვეყნიერებაზე, მათ სლენგად. არ უნდა დაურტყვა ნივიჟუ. ერთხელ მოვდივარ კიდე ერთი კაცი გაჭირებული კაცი დგას ესე პაკრაშკა უდევს იქ რაღაცა. მე მსახურებაზე მივდივარ. ხო რო დაჭრეს მებმა და დააგდეს ქრისტემ იგავე მოიყვანა რომ ბოგდელიც მოდიოდა ლევიტელიც მოდიოდა მაგრამ სამარიტელმა რო ჩამოიარა დაეხმარა მოვდივარ საოჯახოს ვატარებთ რო იცოდეთ აი ამ პატარა რაღაცეებზე დგას შემდეგი დიდი რაღაცები რასაც ღმერთი მომავალში მოიტანს ჩვენს ცხოვრებაში და უახლოვდები წეროვანს და არც ხელი არ გაუქნევი არაფერი მაგრამ ხედავ რომ საბურავი აქვს გაფუჭებული და გავუჩერე თუ შეგიძლია ორგანიზაციამდე სადმე მიმიყვანეთ. წამოვიდ გზაში მოვდივართ მეთქი და მე დამეშვა საბურავებმა. რაღაცა ოდნავ გამოვილაპარაკეთ და მეთქი რუსთავიდან რუსთავში ხო ძმა მყავსო იქო ძმისშვილები რაღაც. ერთ სიტყვით ვისაუბრეთ რაღაც და აღმოჩნდა დაჩის ბიძა. შემთხვევით. მისმინეთ, მოდი ამ შემთხვევით. მზად იყავი. მე არ ვიცი რა გავაკეთეთ იმ დროს, მაგრამ იმ მომენტი მახსენდება ხომ სად გავაჩერებაში და როგორი ეს უმნიშვნელო რაღაცა ადამიანს უბრალოდ ისეთ უმნიშვნელო გაუმართე ხელი. თუ ყველა ასეთები ვიქნებით. პეტრემ თქვა, თუ სიკეთის მქონენი იქნებით. ასიანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე და ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მომავალს, რომელიც ზეცაშია. როგორ უნდა ადიდო ღმერთი, როგორ უნდა განვადიდებთ რომ ხოწერია განვადიდებ ჩემს განვადიდებლებს. მათეს 5:16. ისინი ხედავდნენ, უნდა ხედავდნენ, კი არ უნდა ესმოდეთ მარტო. უნდა ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. მე შემიძლია სხვისი პირით ვადიდო ღმერთი, როგორ? ჩემი საქმეებით. მე შემიძლია გვერდში ამოვდგე საჭიროებაში მყოფ ადამიანს. ესე მინდა გითხრათ. ყველაზე 1000 ისინი მომისმენი ასეთი. წარმატების 100 მეთოდი და პრინციპი, 80 პრინციპი, რაღაცა ესეთი, აღა ისწავლე ეს წიგნი, ყველა საუკეთესო პრინციპი არის ორ რაღაცაზე დაფუძნებული. განმადიდე და განგადიდე. ხოლმე თქვა, განმადიდე, როგორც ქრისტემ თქვა, მე განგადიდე, მამა, ახლა განმადიდე მეც, როცა დავბრუნდები და დამაბრუნე შენთან, მაგრამ რაც გამაჩნდა სიდიადე ქვეყნიერების შექმნის წინ. განვადიდებ რა, ჩემს განმადიდებლებს. განადიდე ღმერთის ხვისი პირით რა. განადიდე ღმერთის ხვისი პირით. როგორ? ხედავდნენ ჩვენს კეთილ საქმეებს. უანგარო სიკეთე ქვეყნიერებისათვის არის რაღაცა ზღაპარი ილუზია. და ჩვენთვის ძალიან რეალური და ჩვეულებრივი უნდა იყოს. რაში მჭირდება მე? მაინც და მაინც გინდა თუ არა სარგებელი მქონდეს მე იმისათვის რომ მე რაღაცა გავაკეთო. ოდით ისევ დაუბრუნდები ერთ ადგილს. საზღაური ჩვენთვის უკვე განსაზღვრულია. უფალმა თქვა, თუ შენ მე განმადიდებ, მე შენ განგადიდებ.
ანუ მე შენ ავტორიტეტს სხვანაირად დავაყენებ. თუ შენ შემარცხვენ და შემარცხვენელი იქნები, ასევე იქნება შერცხვენელი და დაგმობილი და შენი ავტორიტეტი შელახული. ბევრს არ სწამს არ ჯერა ბიბლია ამბობს, რასაც აკეთებ. კოლოსელთა 3:23-24 ჩემი საყვარელი მუხლებია. რასაც აკეთებ, გააკეთე როგორც ღმერთისთვის. რა? მე მკვიდრეობას მიიღებ უფლისაგან საზღაურად, რაუმე ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებ. გააკეთე და ხედავდნენ და უფალმა თქვა, მე გიპასუხებ. თუ ჩვენ ამას ვისწავლით, ხო ელემენტარულია, 2x2=4-ია. თუ 2x2=4-ია, მაშინ რატო არის ასე გაზვიადებული და გართულებული? თუ 2x2=4-ია, მაშინ მოდით ვისწავლოთ პრაქტიკული ქრისტიანული ცხოვრება, რომ მე ღმერთო, რომ მეტყვი და დამანახებ საქმეს, მე გავაკეთებ, რომ განდიდდეს შენი წმინდა სახელი. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვეძებთ, რომ ღმერთო სად გინდა რომ გამომიყენო, რაში გინდა რომ გამომიყენო, როგორ გინდა რომ გამომიყენო, როცა მაძიებელი ხარ, ღმერთი ბიბლია ამბობს და სხვა დროს ვილაპარაკებ ამ თემაზე, ებრაელთა 11:6 ამბობს, ღმერთი მის მაძიებლებს უზღავს. ამენ. მოდით გავაგრძელოთ თემა. მათეს მე-6 თავი ყველა მიცით, იესო ქრისტე ასწავლიდა ლოცვას. მათეს მე-6 თავში სამჯერ არის დაფარულში ცხოვრების წესზე ლაპარაკი. როცა მოწყალებას იქნ, როცა ლოცულობ და როცა მარხულობ. იყავიო დაფარულში, ქართულში წერია, მამა დაფარულში ხედავს, დაფარულში საიდუმლოდ რო გააკეთეს იქეთე, საიდუმლოდ რო ლოცულობ, საიდუმლოდ რო მარხულობ, მაგრამ რუსულში წერია, Отец, видящий тебя в тайне. მამა, რომელიც ხედავს შენ საიდუმლოებაში. ქრისტიანებს უნდა კონდეთ ბევრი შიდა საიდუმლო. მამა ხედავს შენ საიდუმლოებაში, შენს ფიქრებში და მოგიზღავსო შენ ცხადად. აი როგორ ასწავლიდა უფალი მამაო ჩვენოს ლოცვას. მე-9 მხრიდან. თქვენ კი ასე ილოცეთ, მამაო ჩვენო. შენ მარტო ჩემი მამა კი არა ხარ, ჩვენი ხარ, ჩემი დაძმების. მე სხვებსაც ვაღიარებ ჩემს და-ძმად, იმიტომ რომ ერთი სულიერი მამა ყავს ზეცაში, რომელიც ხარ ცათაშინა, წმინდა იყოს სახელი შენი. ღმერთის სახელი სადაც წმინდა, იმიტომ რომ ღმერთი თავის ავტორიტეტს ანგელოზები დღე და ღამე უგალობენ წმინდა საბაუთოფალი. ისაა წინასწარმეტყველის მე-6 თავის 3-8 მოხლამდის არის ვიხილეო უფალი და ანგელოზები და ქერუბიმები მის გარშემო 6 ფრთა ჰქონდათო, 2 ხელებს სახეს იფარავდნენ, 2 ფეხებს, 2 ფრენდნენ და ამბობდნენ წმინდა საბაუთოფალი. აქ მინიშნება რომ ორჯერ უფრო მეტად მოგძალებულები იყვნენ ღმერთთან ვიდრე მსახურებაში. 4 ფრთას იყენებდნენ მოგძალებაში და 2 ფრთით მსახურობდნენ მარტო. 6 ფრთა ჰქონდათო და 2 ფრთა მსახურებისთვის და 4 ოღონდ ღვთისნება გაგვიცხადდეს და მერე მუხში წერია მომეს მახმა მეუფისა რომელიც მეუბნეოდა. ვინ წავა და ვინ გაგვეგზავნება და ხმას არავინ არ იღებს. და ჰაუფალო მიმავლინე მეუბნა. მისმენთ. წმინდა იყოს სახელი შენი. ანგელოზებიამ წმინდა არის. ღმერთის სახელი არ უნდა იგმობოდეს მორწმუნეთა ხელით. როცა ლოცულობ წმინდა იყოს სახელი შენი, მინდა რომ შინაარსი შევიტანოთ ჩვენში. ეს არ არის ლექსი. მამაო ჩვენ რომელიც ხარ ცოტაშინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვიდეს ყველა შენი. ზოგი აზრ საერთოდ ვერ აყოლებს და გეგონება ტექსტის გამოთქმა ჯადოსნური რამაა და მოიტას ყველაფერს. მას შინაარსი აქვს თავისი და არსი არის მნიშვნელოვანი რომ შენი სახელი ღმერთო შემანახვინე ისე წმინდად რომ სიკვდილი მირჩევნია თუ ვინმე ჩემი ქებარა რაობადაქცია. ამას იმხელა დიდი მნიშვნელობა აქვს რა ფას გადაიხდი იმისაც რომ არ თქვა ყვილი. რა ფას გადაიხდი იმისთვის რომ არ ითვალთ მაგცო. რა ფას გადაიხდი ნივეჟი რო არ დაურტყა. რა ფას გადაიხდი მთელი გულით რო გააკეთო. რასაც აკეთებ, გააკეთეთ მთელი გულით. და მემკვიდრეობას მიიღებ უფლისაგან საზღაურად. უფალი გპირდება ამას, უფლის სიტყვა, ქრისტემ თქვა, ცადა დედამიწა გადაივლეს. მათეს
24-35. სადა დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვები არ გადაივლია. დედამიწა არ იარსებს, ცა არ იარსებს, მაგრამ ჩემი სიტყვები შესრულდება აუცილებლად. ამიტომ ჩვენ ვართ მორწმუნენი იმისა, რომ ეს მოქმედებს და მუშაობს. ამინ. წმინდა იყოს სახელი შენი. თუ ყველა გავიმეორებთ, მაშინ აქედა რომ გავალთ, არაფერს არ გააკეთებ ისეც, რომ მეც გამიტეხო სახელი. ეგ თქვენი ეკლესიის წევრი არ არის? ეგ თქვენთან არ დადის? ეგ იქიდან არ არის? ცით საშინელება ზოგჯერ რო გეუბნევიან. ეგეც თქვენთან დადის? ერთხელ ჩვენი მეზობელი ეუბნება ეკას. ეგეც თქვენთან არ დადის, და უნდა რომ ტალახი მოგვასხას ყველას. ეგ ამოთხრა დადის, მაგრამ წევრი არ არის. ყველა შეუძლია მოვიდეს ეკლესიაში, ჩვენ ცოდვილებს ვერ ვეთქვით, არ მოხვიდეთ პირიქით. ეკლესია არის საავადმყოფო. სახელგატეხილებიც უნდა მოვიდეთ, თავგატეხილებიც, მე არ ვიცი, ფიზიკურ დაავადებულები, ყველანაირი შეიძლება მოვიდეთ. მრუში რომ მოიყვანეს ქრისტეს და რა ძალიან სახელოვანი იყო? სახელგატეხილი იყო, ჩასაქოლად მიყავდათ. მაგრამ ქრისტემ ერთი რაღაც უთხრა, აქამდე როგორც ტეხდი სახელს, ამის მერე აღარ გააკეთო. წადი და ნუღარ შესწოდა. წადი და ნუღარ შესწოდა. სახელს ნუღარ გაიფუჭებ. თუ მოხვედი აქამდე, მე შენ სახელს ვასუფთავებ. წმენ და იცოდე რომ მას შემდეგ რაც აქ მოხვედი, წადი და ნუღარ შესწოდა, რათა უარესი და საშინელ მდგომარეობაში არ ჩაიგდო თავი. როცა ვამბობთ, რომ მინდა იყოს სახელი შენი, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ფასების გადახდისთვის. ხალხთან ურთიერთობა ზოგი ფულში გადაგვაგდებს. ზოგი ტყუილს იკადრებს და ისეთ რაღაცას გაგვიკეთებს. და მე მინდა ისევ დაუბრუნდე. ერთხელ ხო არის წინაზეც თქვი ანდრე ჯოხაძის სიმღერა რა აზრი აქვს ფიქრებს თუ არ დაგაფიქრებს. ერთმა პიროვნება ისეთი მომატყუა, ფიქრობდი ხმერთ თუ გადავიტან ახლა ამას ჩემი არ ძალიან სერიოზული ეს არ იყო მარტო უბრალოდ ტყუილი, ფინანსურად იყო დამანგრეველი ძალიან. ზივარ ჩემთვის ვოხრავ ჩემს მინდობას და ღმერთი უნდა ყველაფერი შენი ბრალია. მე იქით გადაბაქვს ბრალი იმ პიროვნებაზე, ვიდა ღმერთს ვაჩვენო ეშმაკმა რა გამიკეთა, ეს პიროვნება ეშმაკია და ღმერთი უნდა ის არაფერში ყველაფერი შენი ბრალია. ღმერთი უნდა იცით ჩემი ბრალი საიდან არის ხო პირველი რომ ისე მივენდე ზოგჯერ ღმერთი არ ვართ ხოლმე ისე მინდობილები როგორც იმ ადამიანს რომელსაც არ ვიცნობთ კარგად რისი გამკეთებელია. მომესმინეთ ყურადღებით. პიროვნებას ერთი ჩემი მეზობელი ამბობდა რა ლომპასი კამფეტები თუ ჩამოურიგებ ხოლმე რა ლომპასი კამფეტები ხო არა რომ ჩამოურიგო ნდობა არ შეიძლება ყველას მიმართ. იოანე წერილებში გვეუბნა პირველი იოანეს მეოთხე თავი ყველა სულს ნუენდობით საყვარლებო. არ შეიძლება ყველა სული არ არის ღმერთისაგან. არ შეიძლება რომ მე რაკის სიკეთის გაკეთების სურვილი მაქვს, აი ესე ბრმად დაყროთ და მეამიტურად გავაკეთო ისეთი რაღაცა ჩემს თავს საშინელი ზიანი მივაყენო. გონებისათვის წინასწარ იყავ სრულწლოვანი. ამიტომ მე როცა რაღაცის გაკეთებას ვიწყებ, თუ ხედავ კეთებით შეიძლება ვაკეთებდე და ისე თქმა უნდა მაგას ახლა რა უნდა რომ რაღაცა იმასთან პირიქით არაფერს არ გავაკეთებ. რო არ გავაკეთებ, უფრო ღირსეულად მოვიქცევი, რომ ვიღაცას თავისთავად ბრძენიარებონოს. ამიტომ მისმენთ, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყურადღებით მომისმენთ ეკლესიას, უნდა შეეძლოს უფლის სახელი და სახე ერთდროულად ატაროს ადამიანთა წინაშე. და რაც უნდა გესმოდეს შენც და მეც, იცოდე რომ ჩვენ ერთმანეთის ან ამაღლებლები ვართ, ან დამქცევები. ამაღლება რაშია, დაქცევა რაშია? მოგიყვებით პირველი კორინთელთა მეხუთე თავს, ისტორიას მოყვე. პირველი კორინთელთა მეხუთე თავში, მთლიანად მეხუთე თავი ეძღვნება იქაურ ცხოვრებას, რაც კორინთოს ეკლესიაში ხდებოდა. პავლე მოციქული უძებს. თქვენო თავს იწონებთ კორინთელებო? თითქოს კარგი ეკლესია ხართ, მაგრამ იყო ერთი კაცი, მრავალცოლიანობა იყო. იცით ხო, აზიაში მრავალცოლიანობა. და ყავდა ბევრი ცოლი. მოიყვანა პირველი, თუ მე რამდენი იყო იქ არ ჩანს, მაგრამ ეყოლა ბიჭი. გაიზარდა ეს ბიჭი და კაცმა ადგა ახალგაზრდა ცოლიც მოიყვანა. და ამ ბიჭმა წაართვა ცოლი.
ისტორია ასეთია. წაართვა მამას ცოლი. და პავლე მოციქული უწერს, ვიღაცას რომ მამის ცოლი ყავსო თქვენთან და სახელი გაგიტყდათ მთელ აზიაში ისე რომ აი ეგენი მანდრო იკრიბებიან, მამის ცოლი ყავსო. იცით, ეს არის საშინელებათა სერიალი. თუ აიღებთ ჯულის წიგნს, მეორეს ჯულს რო უმეორებს, მეორეს ჯულში უწყევლა არის ნათქვამი, ვინც ასე მოიქცეთ, ვინც ეს გააკეთოს, ვინც ისე და მთელი ხალხი ამინ, მეორედ უმეორებს ჯულს შესვლის წინ ისრაელს, რომ თუ წმინდა და რიცხოვრებ და ვინც აი ასე გადააბიჯოს ჯულის კანონებს და კაცი კაცთან დაწვეს და ქალი ქალთან და დედასთან და დასთან, ჩამოწყევლა, ჩამოთვლილი ეგ წყევლები და ერთ-ერთი წყევლა იყო, რომ მამის ცოლი მოიყვანა და ისინი ეკლესიაში არიან, გალობს, ადიდებ, მე ჩვენ გადიდებთ უპოლეს გოგოც, ალბათ გვერდში უდგას და ადიდებ, პავლე თქვა, ხალხო, თავები დაჭრილი გაქვთ და რითი ღმერთი შეურაცხავით, სახელი გაგიტყდათ მთელ აზიაში და ეხლა მუსიკას გინდა მოუმატეთ და შაიტანო და გინდა შაიტანე და გინდა გამაიტანე ეხლა. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. პავლე მოციქული იქიდან ეუბნება, ჩემი სულისთან დასრებით. მრავალი ადამიანი, ასეთი ადამიანი, რომელიც არ ტოვებს თავის და არ აძლევს მამამის თავის ცოლს, არ ინანიებს. თან ისინი კუდაბზუებულები იყვნენ, მამა ჩემი ძახდა ხოლმე ადრე. კაჭკაჭიო ბოდოში და კამეჩის ნეხში ჩაჯდა თურმე და კუდი მაღლა ქონდა აწეული. არ დამესვაროსო რა. იცი, როცა ასეთ ბიბლია ამ სიტყვას ხმარობს ნეხს და იმიტომ ამბობ მეც რომ როცა პიროვნება ასეთ სიბინძურაში წევს, ეკლესიას რეაქცია ექნება. ეკლესიას აქვს 5 იარაღი, რომელიც შეუძლია რომ გამოიყენოს, დაარიგოს, შეაგონოს, ამხილოს, შენიშვნაზე აიყვანოს და გარიცხოს. ჩვენ არ გვინდა პირველივეზე გამოვიყენოთ, მაგრამ თუ ვინმე სახელს გაუტეხავს ეკლესიას, შეიძლება პირველივე რეაქცია იყოს, რომ პიროვნება წავიდა და იმრუშა, უღალატა, გააკეთე, ეგრევე იქნება რეაქცია, აუცილებლად გავრიცხავთ ეკლესიიდან. და რატომ პავლე ამბობს, მოიშორეთ ბოროტი თქვენგან ერთ რაღაცას ვერ ხვდებითო, მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს. მცირე საფუარი ეგ იჯდება მან და სათავი გექნებათ მოჭრილი ყველგან. ჩვენ, მე როგორც პასტორი, თქვენ როგორც პასუხისმგებელი პირები და ვინც არ არის ჯერ კიდევ ისინი უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვაყენა ისაიას 56:10 ამბობს. ჩემი მწყემსები მუნჯი ძაღლები არიანო. ბრმები და ყრუები არიან. მუნჯი ძაღლი არის კატასტროფა. ხედავს მტერი მოდის, ძაღლს იმიტომ ინახავენ და იმიტომ აჭმევენ და იმიტომ ყავთ ეზოში, იმიტომ მოგვიწოდა ღმერთმა რომ ამოიღე ხმა, როცა ხედავ ცოდვას, როცა ხედავ ეშმაკს, რომ მოვიდა და იქნებ უმკურნალო და იქნებ გამოსავალი ვიპოვოთ და იქნებ ეშველოს აი ამ ყველაფერს. ზოგი უკმევს კიდევაც. ხო, კარგია. ცით, პავლე თქვა, ჩემი სულისთან დასწრებით. მრავალი მოწმის ასეთი ადამიანი ეშმაკს გადა სხეულის დასაღუპავად იქნებ სული გადარჩესო ქრისტეს დღეს. იქნებ სული გადარჩეს მაინც. ანათემას გადაესწრეს ეს ადამიანი და ჩაატარეთ დიდი სასამართლო. ნუ გასამართლეთ, გასამართლდები. ბიბლია ამბობს, შინაურებს ჩვენ განვიკითხავთ. გარეშეებს ღმერთი გაასამართლებს. ამიტომ შეინახეთ თავი წმინდად. და ყველას იმედი მაქვს მე, რომ ყველა სიწმინდეს მოუხმობს და თუ აქამდე იყო რაღაცეები, ჩვენ ვინანიებთ, რომ აღთქმას ვაახლობთ ღმერთს და ღმერთო, მე წმინდად შევინახავ შენ სახელს. არსად არ ჩემს გამო არ შეგწხვებოდ. მე რო გამოვდიოდი გორიდან, როგორც იერიხონში დაუტოვა იესონაონიზემ სიტყვები, ასე დაუტოვა სიტყვა, მე მივდივარ რუსთავში, ჭდებოდი მიკროავტობუსში და ერთ რაღაცა მიმაქვს, არ შეგარწხვეთ. მაგრამ მე რო ჩამოვალ, არ შემარწხვინოთ აქ რო დავბრუნდები. უკან რომ მოვრუნდები, იცოდეთ, არ დამხვდეს აქ ისეთი რაღაცა, რასაც ფასი ხდით ჩვენ ძალიან დიდს. და რომ მივდივარ მეზობლებში კითხულობ, ესენი ხო არ გაბრაზდებიან ხუმრები ხომ ხშირ, არა შვილო, რას ლაპარაკობ, არა შვილო, ესეთი კარგები არა შვილო. დიახ, ჩვენ უფლის სახისა და სახელის მატარებლები უნდა ვიყოთ. 1 იოანეს 3:2 ამბობს, ნახეთ საყვარელო ვინც იწერთ, რაოდენ დიდი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. კი არ უნდა მერქვას აქ მოსვლით, უნდა ვიყო კიდეც.
და იცი როდის გამოჩნდება ეს კათედრიდან რო ჩავალ ცხოვრებაში როგორი ვიქნები და საქმეში როგორი ვიქნები. იქ გამოჩნდება არსენ შენი ვაჟკაცობა აბანოში გამოჩნდება ხო გახსოვთ? დღეს ისინი მომყავს. ჩვენი რაღაცები ცხოვრების გზებში თავის სახეს გამოაჩენს. დრო დაგვრჩა ცოტა და მოდით რამდენიმე ადგილი მინდა წავიკითხო. ეს არის მეორე კორინთელთა წერილი ძალიან ძვირფასი მუხლია. ორივეს გვეხება მოლაპარაკებსაც და მსმენელსაც. პავლე მოციქულიობნა კორინთელებს. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს და აი აქეთ უფრო მეორე კორინთელთა პირველ თავს მე-14 მუხლი. პირველი კორინთელთა პირველ თავს მე-14 მუხლი. როგორც ნაწილობრივ შეგვიცანით ჩვენ, რომ ჩვენ თქვენი დიდება ვართ, ისე როგორც თქვენ ახართ ჩვენ უფლის იესო ქრისტეს დღეს. როგორც ნაწილობრივ გაგვიცანითო და შეგვიცანით. მე თავს არ გჭრით თქვენ არსად. და თქვენც ნუ მომჭრით რა. ეცით ქურდებს კონდათ ხოლმე ესეთი რა გამვითვალისწინეთ რა ბიჭო რა გამვითვალისწინეთ რა. ცი როცა რაღაცას აფუჭებ, შენ არ გიფუჭდება მარტო საქმე. თუ აქ მოსვლა გინდა და უფალთან ერთად ცხოვრება გინდა, სხეულთან შეერთება გინდა, ნუ გააკეთებ ისეთ საქმეს, რომ იყო მცირე საფუარი თუ მთელ სამსაფუებს ერთი დაავადებული მთელ სხეულს დაღუპავს. ამიტომ დროზია მკურნალობა საჭირო. დროზია რეაგირება ამა თუ იმ საქმეს და პავლოვნა ჩვენო ხო გაგვიცანითო თქვენ. პავლეს ყავდა თავის გამანდა ტიმოთესთან ერთად, ტიტესთან ერთად, მე აკვილა და პრისკილა და ჩვენ ხედავთ ბევრს რომლებიც პავლესთან კომანდაში მუშაობდნენ წარმართებში. ხო ნაწილობრივ გაგვიცანითო თქვენ და გნახეთ რომ არც ერთი არ ყოფილიყო ვიგოდნიკები, არც ერთი არ ყოფილიყო ისეთები. ცით არის ხალხი რომელსაც პავლე ამჩნევდა თესალონიკეშიც რომ ადამიანი დაბადებულია იმისათვის რომ სხვისი კურთხევა იყოს. დღესაც ვახსენებდი დაბლა. რომელთა მე-14 თავში პავლე ხსნის, თუ გინდა რომ კურთხევას მიაღწიო, სხვისი მოყვარული ასრულებს ჯულსო. სხვისი მოყვარული, თავმოყვარე და პატივმოყვარე რო ადამიანი ეგოისტი როა და მიდი რას გამიკეთე, აქ იმიტომ მოვდივარ, ვინ რას მომცემს. აქ იმიტომ მოვდივარ, რა მექნება. აქ იმიტომ უნდა მოხვიდე, რას გააკეთებ სხვისთვის. რა შეგიძლია კურთხევა გაიღო შენ და ეგოიზმი იერიხონის კედლებს ამსხვრევსო გალობის ძალა. ეგოიზმი არის იერიხონი. სულიერი ჩვენ რომ მივდივართ აღთქმული მიწისკენ მე მჯერა რომ იერიხონი არის ეგოიზმი. და ზუსტად დიახ შენ თავს კი არ უნდა ადიდებდე, ღმერთს უნდა ადიდებდე. და შენ თავს კი არ უნდა აჩვენებდე, შენ სხვას ქრისტემ თქვა მე თქვენ დაგბანეთ ფეხები. თქვენც უნდა დაბანოთ ფეხები ერთმანეთს. შენ კი არ უნდა დაიბანო შენს ფეხები და დანარჩენი როგორც გინდა ისე ფეხბანვა ნიშნავს მე ჩემ თავს კარგად მოემსახურე, შენ როგორც გინდა იყავი. სულ არ მაინტერესებს მე კარგად ვარ, შენც კარგად იყავი. არა, სხვისი მოყვარული ასრულებს ჯულს, რომელთა 14-8 მუხლებია. ეს არისო პავლემ თქვა თავარი აზრი ამაში მდგოს კანონებს და წესებს ის ასრულებს, ვინც სხვისთვის ფიქრობს. რა გაუკეთო, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენ თავს უნდა მივხვდეთ, მაგრამ როცა სხვა არის შენი ობიექტი, როცა სხვა გინდა რომ გაღიმებული ნახო, ბედნიერი ნახო, ხოთა შორის გოგოებს და შეგიძლიათ გადასცეთ და ბიჭებსაც. რატო არ თხოვდებიან და არ ქორწილდებიან თუ იცით? იმიტომ რომ უყურებს, ბევრს ვერაფერს ვერ მომცემს ეგ. რა უნდა მომცეს ისეთი ხა მაგან? ისეთი უნდა იპოვო, ვისაც შენ მისცემ რომ გააბედნიერო. არ თვალებიდან არ გავა. ერთ ბავშვთა სახლში თორმე ბავშვებს რო აყავთ მიდიან ოჯახები, მდიდარი ოჯახი და ბავშვთა სახლებიდან აყავთ ბავშვი რომ თავისთან გაზარდონ, რა კი შესაძლებლობია და შვილი არ ყავთ. და უთხრეს ესეთი ოჯახი უნდა მოვიდეს. ერთი მდიდარი ძალიან მდიდარი ოჯახი უნდა მოვიდეს და ნუ ბავშვებს პრანჭავენ, აცმევენ რაღაცა, მაშინ ასხავენ რაღაცას რომ როგორმე და ეს ბავშვებიც რომ იქნებ წაიყვანო სამშობელო. ესენი მორწმუნეები იყვნენ და ძალიან მდიდრები. რომ მივიდნენ. დაინახეს ერთი გოგო, გაჩეჩილი თმები, გამხდარა. ძლივს აფუზული იდგა, ესენი ყველანი გაპრაჩ აი ზუსტად შენაირს ვეძებდით რა. ზუსტად შენაირს ვეძებდით და გიპოვეთ. ვისაც შეგვიძლია ჩვენ.
არაფერი რო არა აქვს, ყველაფერი ვიცით. რაღაცა გაუკეთოთ და ვიყვეთ მისთვის კურთხევა და სიხარულე. ეს არის ჩემი დანიშნულება. მე შემიძლია გაგაბედნიერო. შენ საწოდავი რო ხარ და შენ კიდე უნდა გაგასაწოდაო, რომ იქნებ ჩემი ეგო გამოვყვებო კარგად. შეიძლება სახლამდე ვერ მიაღწიოს ასეთმა ეგოისტურმა უსულობამ და ადამიანს გზაში გაუსკდეს გული. იმიტომ რომ ღმერთი ასეთ ეგოისტებს ეუბნება, ამაღამ სულს მოგთხოვენ და რაც დაიგრო ვის გადარჩება. უგუნურო ღმერთი შეც ეუბნა მე აი ბეღლებს დავანგრევ ისეთებს ავაშენებ ისე აი ოცნებები გეგმები უგუნურო სხვაზე იფიქრე და როცა ასე აკეთებ თავისუფლდები გრისგან თავისუფლდები ბოროტი რაღაცეებისგან აი კორინთელებში რო წავიკითხე პავლე მოციქული ერთ რაღაცას უწერს მე ბოლოში მე ხვდეთ თავში შეამთავროს ვინ ძმად იწოდება და რა თქმა უნდა ორწმუნეა და კლავჩება მრუშია ლოთია კერთთაყვანისმცემელი ან ანგარიაო ლოთობა ვიცით რომ ცოდოა მრუშობა ცოდოა კერთთაყვანისმცემელობა ცოდოა ანგარება ეგ ისეთი არაფერი არ არის რაღაც თამუნას ერთს გაუცინებ და რაღაც იქს მაინც მაჩუქებს ან ტელეფონს მაჩუქებს რაღაცას მაინც გამოვართ მე იქიდან ღმერთმა დაიფაროს ყველა ეს ადამიანი ვინც თვალთმაქცობით ცდილობს ხვის გამოყენებას და არ ემზადება იმისთვის რომ მე მინდა უფალო ვიყო სხვისთვის კურთხევა გამომიყენე ღმერთო რომ მე გაუხდი ადამიანებს ხარში ეს საიდუმლოა იცოდე თუ შენ სხვებს დაეხმარები უფალი განდიდება და უფალმა თქვა დამაცადე აბრაამ თუ შენ განმადიდე ეხლა მიყურე მე ეს გაკეთება შემიძლია შენთვის მე მჯერა ღმერთის სიდიადის სიძლიერის გამოვლინება ამიტომ მოდი ვიცხოვროთ იმ სიცოცხლეზე ცხოვრობთ რომელიც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს აგვიდგა კიდევ ორ ადგილს გეტყვით ჩასაწერად იმიტომ საოჯახო ჯგუფებში განიხილავთ და ვინც კიდევ ჩაწერილს უსმენს პირველი თესალონიკელთა წერილში მოდი სანამ ამას რატომ მოვიყვანე კორინთელთა წერილი პავლე მოციქული ამბობს ანგარებიო რომლებიც ანგარი არის და აი ანგარი სიტყვა ნიშნავს ვიგოდნიკს და ვიგოდნიკური დაავადებით როა დაავადებული და მას ოპერაციები კი არა შეიძლება ტვინის გადანერგვა მოუწიოს რომ როგორღაც შეიცვალოს და უნდა მიიღოს უფლის სიტყვა რომ შეიცვალოს მისი მდგომარეობა იმიტომ რომ ვიგოდნიკებს ღმერთი არ აკურთხებს ისინი თავის თავს დასჯიან ძალიან ცუდად და ვერც კი მიხვდებიან რატო დაისაჯნენ პავლე ეუბნება ასეთებთანო გეუბნებიო არც კი ჭამო არ დაჯდე საჭმელად. გამონათქვამი არსებობს ასეთი. ორი ყველა საჭამე, მაგრამ ყველასთან არ ჭამო. არის ხალხი ვისთანაც არ უნდა დაჯდე საჭმელად, იმიტომ რომ ვიგოდნიკია. ვიგოდნიკი არც ქურდულ სამყაროში, არც არ არის, სადაც ადამიანები სამართალს და სიწმინდეს ეძებენ. ყველგან დაგმობილი და ყველგან მეუღებელია. ისე როგორც ჩვენ ეკლესიაში, წმინდათა ყველა ეკლესიაში და ყველა მწოს მომავალ. ამენ. ჩვენ ერთი სიტყვა ვიცით რომ ქრისტე არის მაგალითი ქრისტიანთა და მან თქვა მე მოვედი რომ ვემსახურო და არა მოვემსახურო. იცი რა დიდი სიამოვნებაა როცა შენ სხვებ ყოველთვის გინდა მოწებნო ვიღაც იმ გოგოსავით ზუსტად შენნაირს ვეძებდით ზუსტად შენნაირისთვის მინდა და გამეკეთებინა. არა ისეთ ბავშვს წავიყვან ისეთ იმას აი ჯანმრთელი რო არ ჯანსაღი რო რაღაცნაირად რომ მე რომ მოხუცდები მოგვიაროს და ნიჭიერი იყოს და ასეთი არა ვისაც მე ვჭირდები და ვისთვისაც ღმერთი მე გამომიყენებს ზუსტად ასეთი მინდა მოძებნო გოგოებმაც და ბიჭებმაც მოძებნო და ყველას ვეუბნებ მოძებნე ისეთი ვისაც გააბედნიერებ და გააბრწყინებ და რა ისეთი რას გამიკეთებს ახლა ხელოსგულზე მატარებს თუ ასე რაღაცებს მომცემს და ვიქნები დედოფალივით და ვიქნები პრინცივით მოლოდინი აქვს აქეთ რას მივიღებ ჩვენს ეგოს იქით რას გავცემს არა როცა იქით გაცემის კი მე განკურნებული ვარ უფალო მე მზად ვარ იქით ვიფიქრო მე მზად ვარ იქით გავაკეთო და რა მე ბევრი რაც შეიძლება მოდი თესალონიკელთა წერილი წავიკითხოთ პირველ თესალონიკელთა წერილი ჩქარა დავასრულოთ პირველ თესალონიკელთა პირველი თავი პავლე მოციქული თესალონიკელებს უწერს და ეუბნება ჩემო ძვირფასებო ბევრ რამეს არ იგებს მაგრამ ჩვენ და ნახოთ თესალონიკელთა წერილის აი ეს ადგილი მეორე თავის მე-19 მოხლები. რამე თუ რა არის ჩვენი იმედი, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი გვირგვინი,
ჩვენი ქვეყნის გვირგვინი განათქვენა რა ხარ ჩვენი უფლისესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას ვინაიდან თქვენ ახარ ჩვენი დიდება და სიხარული რა სამს პავლეც თქვენით ვამაყობეობნო თქვენ ახარ ჩვენი დიდება და სიხარული როცა თქვენზე მესმის სახე მიღიმის ამაზე ხო ლაპარაკი ვიცი რომ ეს ადამიანი სიკვდილი ურჩევნია თუ მისი ქება არა გადაქცია და ფას გადაიხდის რომ რაღაცა უარგისი საქციელი არ ჩაიდინოს არსებობს ერთი საზღარი სიტყვა რომელსაც კომპრომისი ქვია კომპრომისი სულის გაყიდვას ნიშნავს ნუ გაყიდე სულს ამოიღე ხმა წაღარო ახსენე ისაიას 56-ზე ჩემი წემსებ მუნჯი ძაღლები არიანო ბრმები და ყრუები ძაღლის დანიშნულებას ვაფ ნაიყურ დიახ რა უნდა მაგას რა უნდა იქ როცა დაიყეფები უნდა ელოდო რომ შეიძლება საშიშროება გქონდეს მაგრამ კარგი ძაღლი მაინც ამბობს რომ მომკლას ქურდს ხედა და ჩემ პატრონს როგორ არ გავაგებინო ღმერთი ამბობს რომ ჩემი მწყემსები მუნჯი ძაღლები გახდნენო ხათრი მათრი რაღაცა ეს და აი ეს არ იყეფებოდა კორინთოს ეკლესიაში არავინ და პავლემ თქვა ჩემი იყეფა გესმით ვაუ ეს რა ხმები მესმის თელ აზიაში დადის ხმა ასეთი კაცი გადაეცეს ასე დაიყეფა ხედავ კიდევაც მესმის კიდეც და ვიყეფე არც ბრმა ვარ არც ყრუ და არც მუნჯი და ყველამ თქვა სხვა მაღლა ამენ ასე დავიცავთ ჩვენს თავსაც და ხვალინდელ დღეს უფლის წინაშე და ვიქნებით უფლის სახელოვანი ეკლესია და შეგვიძლია წამოვდგეთ და ვილოცოთ და უფალს თხოვოთ რომ უფალო წმინდა იყოს სახელი შენი